გამარჯობა მეგობრებო დღეს ვიღებთ ლაბუბუს განხილვას რომელიც ძალიან ცუდი სათამაშოა ჯანმრთელობისთვის და ძალიან დემონურია თქვენ გონიათ ლაბუბუ საყვარელი და კეთილი სათამაშოა არ გეგონოთ ეს არის ყველაზე დემონობა სათამაშო და დღეს განვიხილავთ ლაბუბუს ლაბუბუ მე რო დავიბადე მაშინ გამოუშვეს 2015-ში მე და ლაბუბუ ტოლები ვართ მაგრამ რა გითხრა რა ლაბუბუ არის ცუდი სათამაშო ავადმყოფი სათამაშოა ძალიან ავადმყოფობაა ლაბუბუ და დღეს უნდა გითხრათ რჩევები თუ ლაბუბუს იყიდით ჯერ ერთი თუ გადაგდება არ გინდათ თუ არ გინდათ რომ ლაბუბუ გახდეს საშიში და დემონი სათამაშო თქვენ უნდა მონათლოთ რა წყალში უნდა ჩაახრჩოთ ეგრე არის ლაბუბუს მონათლა რომ გაკეთილდეს ლაბუბუს გაკეთილება არსებობს სინამდვილეში მაგრამ ლაბუბუ მაინც ვერ გაკეთილდება ეს არის ლაბუბუს ძველი სათამაშო აი გაჩვენებთ ეს არის ლაბუბუს ძველი სათამაშო მაგრამ არ ვიცი ამას რა ერქვა ესა ძველი ლაბუბუ და ესა ლაბუბუა ხო ლაბუბუ ესე იგი 2015-ში გაანახლეს და ეხლაც ანახლებენ ესა ლაბუბუ აი ესეთი დემონია ლაბუბუ თქვენ გჯერათ საყვარელი სათამაშოა ავადმყოფობა სათამაშოა სუფთა ავადმყოფობა ვისაც გაქვთ ან გადააგდეთ ან წყალში დაახვიჩეთ ლაბუბუ რო გაკეთილდეს მაგრამ აიც არ გაკეთილდება ვიცი მაგრამ ვინც ამ ვიდეოებს უყურებს აი ცოტა ნათესავს აქვს ლაბუბუ რა და მეზობლებსაც ჩემ მეზობლებსაც ლაბუბუ არის საზიზღრობა და ავადმყოფობა და დიახ გეტყვით ჩემ მეგობარს აქვს ლაბუბუ და ერთი წუთი შევედით YouTube-ში რა და ჩემ მეგობარს გაჩვენებთ სახელად ლუკა არა ჯერ ეს ვიდეო უნდა ვნახოთ მანიდოსგან ერთი წუთით ესა ჩიტი არის არა ერთი წუთით სადა ეს ვიდეოა ლაბუბუ ცუდია და ჩიტი კარგია ესე იგი წერიან no ლაბუბუ ბირთკული ესე იგი ჩიტი არის ძალიან კარგი მაგრამ ერთ-ერთ მეგობარს ჩემ მეგობარს დაერხა მაგარი ლუკას აქვს ლუკა შენ დაგერხა იმიტომ რომ ლაბუბუ გაქვს ლუკა ვაიმე სადა ის ლუკა ლაბუბუ ლუკას აქვს დარხეული ამ საწყალი ლუკას შეხედეთ მას ლაბუბუ ყავს საწყალი ლუკა შეიძლება მალე მოკვდეს სიმართლე გითხრათ მაგრამ ლუკა შენ არ გეწყინოს თუ გინდათ რომ ლაბუბუ გააკეთილო წყალში დაახრჩეთ ლაბუბუ მაგრამ ლუკა გადააგდებს თუ წყალში დაახრჩვებს არ ვიცით თუ ცოცხალია ლუკა ესე იგი წყალში დაახრჩო და თუ მკვდარია ლუკა ესე იგი ლაბუბუც არ დაუხრჩია წყალში და მაგრამ ლაბუბუზე რა ვთქვათ რომ ცუდი სათამაშოა ეგ მე მინდა რობლოქსში სიახლე გამოვიდეს 20 ეგ არაფერი მე ლაბუბუ მექნება მე მიწერია იმიტომ ლაბუბუ ცუდია იმიტომ რომ ლაბუბუ ავადმყოფობა სათამაშოა ლუკა გადარჩა ესე იგი ცოცხალია მე მგონი იმიტომ რომ ლაბუბუს არ მოუკლავს ლუკა არის ცოცხალი ესე იგი იმიტომ რომ ლაბუბუმ კიდევ კაი არ მოკლა ეგ ლუკა ცოცხალი ყოჩა ლუკა ძმაო შენ გაიმარჯვე კიდევ კაი ცოცხალი ხარ მართლა ისე ლუკა ცოცხალი ხარ ლაბუბუ რო ყავს შეიძლება რა ვიცი იმედია კარგად ხარ ლუკა ხო და ლაბუბუ გადააგდე უკვე ძალიანაშინია შენი კაი და კიდევ ლაბუბუ არის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი რა სათამაშო და გთხოვთ გადააგდეთ ვისაც გაქვთ ან წყალში მონათლეთ რა დაახრჩობით ინათლება ლაბუბუ მაგრამ მე ლაბუბუებზე ვიპოვე ვიდეოები და გაჩვენებ ბრებო ეხლა მე თქვენთან ერთად მოვძებნით ლაბუბუზე და ვერ ვიპოვე და აგერ ვკრებ ლაბუბუ და გაჩვენებთ რა საშინელება ლაბუბუს ისტორია რა ვინ არის ლაბუბუ არის დემონობა აჰა
ეს ვიდეოა ზუსტად. ლაბუბუ არის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი რაღაცა. ლაბუბუ არის ავადმყოფობა. დიახ, თქვენ გაიგეთ, რომ ავადმყოფობაა ლაბუბუ. ძალიან ცუდი სათამაშოა თქვენ. This was just a doll. You are sadly mistaken. As people are reporting feeling watched, dying, children missing, and looming shadow ბავშვები გაიტაცესო. in their bedroom after putting their Labubu in their house. And not only are these stories endless and terrifying, ერთი წუთით მეგობრებო გადავახვიოთ. ანაბელი და ლაბუბუ მეგობრობენ, იცოდით? ლაბუბუმ ჩამოართვა ხელი ანაბელს თუ არ ცდები. იმიტომ რომ ლაბუბუ და ანაბელი ერთი და იგივე შემქმნელმა შექმნეს, ალბათ. ან ძმები არიან და იმათმა შექმნეს, ან ნათესავები. You are sadly mistaken. As people are reporting feeling watched, dying, children missing, and looming shadow creatures in their bedroom after putting their Labubu in their house. And not only are these stories... აი ამ კაც შეხედე რა უქნა. შეხედე რა ბოროტია ლაბუბუ. აი სისხლები უქნა. აი თქვენ თუ ხედავთ რა ცუდია ლაბუბუ. აი რა ცუდია ლაბუბუ. გადააგდეთ. is endless and terrifying, but we have actively done this to ourselves. And what we may have unleashed to the world is not beyond repair. Ai ra demonobaa Before we get into that, we need to talk about where this came from and why people all around the world are saying the same haunting story. In 2015, Labubu, a now valued $500 million company, was just a thought, with even the creator Kasim Lung having no idea how... Ai ეს კაცი არის სულთა დემონი, შეხედე რა ცუდად იქცევა. ბავშვები არ უყვარს ალბათ და მოკლამ ჰოლანდიელმა. ჰოლანდიურია. ჩინელებს გაუმართლათ რომ ლაბუბუ აკრძალეს. ჩინეთში აკრძალულია ლაბუბუ. Რომ არა რელიგიური სათამაშოა და ვისაც გიყვართ ჩვენი რელიგია ქრისტიანობა, ყველამ გადააგდეთ ლაბუბუ, ვისაც ქრისტიანობა გიყვართ. It would become, or whose lives it would change forever. ქრისტიანი არ ახართ და თქვენი მუსლიმანობა ან ქრისტიანობა მოგწონთ, თქვენი რელიგია, მაშინ გადააგდეთ ამ ბუდისტობა, ვინც რა რელიგიის ხართ, თუ გიყვართ თქვენი რელიგია, მაშინ გადააგდეთ ლაბუბუ. Until he landed on one that had a dark, long smile, sharp teeth spilling out of its mouth, and wide, big red eyes, meant to give monster vibes, making many feel like this was a character for their nightmares. The origins of Labubu run deeper than just a playful toy. Kasim Lung, born in 1972 in Hong Kong, was uprooted as a child. მაგრამ რა ვიცი, და იმიტომ არ მყავს ლაბუბუ რა, რელიგიურად არის ცუდი სათამაშო და ვისაც ქრისტე გიყვართ და თქვენი რელიგია გიყვართ და გთხოვთ გადააგდეთ, რომელი რელიგიის იყოთ, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გიყვარდეთ თქვენი რელიგია და ლაბუბუ გძულდეთ. თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი ნიკეთილი და ანგელოზი. ლაბუბუ ძალიან ცუდია. ლაბუბუ and moved to the Netherlands, a place where the shadows of Nordic forest დიახ, ჩინეთში ტყეში, მაგრამ ჩინეთშიდაც აკრძალეს. and ancient myths whispered in the pages of the storybooks he devoured. Without the distractions of video games or digital media, young Kasim found refuge in drawing. His pen conjured creatures from the foggy realms of folklore, elves, spirits, and monsters that lurked just beyond the edge of the known world. These early influences seeped into his soul, shaping the eerie yet enchanting universe that he would later bring to life. ლაბუბუ არის დემონობა. ლაბუბუ გადააგდეთ. ლაბუბუს დისლაიკი, მაგრამ მე ამ კაც არ გავკეთებ. მე ლაბუბუზე. აი არსებობს ძალიან ბევრი საშინელი სათამაშო. ერთ-ერთი ახალი მოდური ლაბუბუ, მაგრამ ლაბუბუ ძველია. ლაბუბუს უყვარს კითხვა. ეგ რა ჯანდაბა. შეხე. და ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის ლაბუბუ. Ai ლაბუბუ არის გრენი რა. ჩათვალე ეს გრენია ლაბუბუ და ეს რეიკი რა. რეიკი და ლაბუბუ შანთანხმებულები არიან. რეიკი და ლაბუბუ რო დააშინებდნენ ხალხს კომიში და იმაში. ლაბუბუ შეუთანხმდა ძალიან ბევრ რეიკის და ლაბუბუ რა ვიცი რა. რეიკი და ლაბუბუ მოილაპარაკეს. მაგრამ რა ვიცი, სლენდერმენიც ამ კურსია ჩაყენებული, ძალიან ბევრი ისა რა ქვია და ძალიან ბევრი საშინელება რა. ძალიან ბევრი სათამაშო შეუთანხმდა ლაბუბუს რა. ჯუმბერამაც გადაიღო რა, ცუდია ლაბუბუ. ვეთანხმები ჯუმბერას რომ ლაბუბუ არის ძალიან ცუდი სათამაშო. და ბოროტი. ლაბუბუ არის დემონი. შეხი ამ ქალს როგორ უხარია ლაბუბუსი, მაგრამ მალე მოკვდება.
ვისაც ლაბუბუ გყავდა, თუ არ გინდათ მოკვდეთ მაშინ. ეგ ლაბუბუ არის მონსტრებთან შეთანხმებული, რეიკისთან და რაღაცეებთან რა და რეიკის მოსახლეობას რო აშინებს, ეგ ლაბუბუ ეს 2016-ია დადებული. დიახ, ეს 2000 იმაში შეიქმნა, რა 2015-15-ში ხო შეიქმნა ლაბუბუ და 16-ში რეიკიმ და იმან მოილაპარაკეს რა. მოილაპარაკეს რომ ჩვენ ხალხს დავაშინებთ კომისში. და ეგ არის ძალიან ცუდი. ლაბუბუ არის დემონი და ეხლა ქობულეთშიდაც აშინებენ ხალხს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცევა ეგ ლაბუბუ და სხვა მონსტრები. ბიდა სათამაშოები. ანაბელის თოჯინაც კი ცუდად იქცევა. ლაბუბუ და ანაბელის თოჯინა არიან შეთანხმებულები რაღაცა საშინელებაზე. ეს თოჯინა ალბათ ლაბუბუს ჩამოართვა ხელი რა. დაგვემა და ახალი ფუნქციონალი. ონლაინ მოგესალმებით მეგობრებო. ბავშვობაში ყოველ ჩვენას უხაროდა, როდესაც სათამაშოებს ჩუქნით. დიახ, მაგრამ უხაროდა, გეთანხმები შენები, მაგრამ რა ვიცი, ლაბუბუ და იმ რაღაცა ბოროტმა თოჯინებმა ჩამოართვეს ხელი და მერე დამეგობდნენ რა დაძმაკაცდნენ ლაბუბუ და ეგ რაღაცა თოჯინა და ეგენი არიან სუფთა ძმაკაცები რა. ხელი აქვთ ჩამორთმეული ალბათ მაგათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იქნებოდა რთული საწყობი კონსტრუქცია თუ რომელიმე ფილმის პერსონაჟი. მშობლები საჩუქრებს ყიდულობდნენ იმის გამო, რომ მათი ბავშვები უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ. მაგრამ როგორც ჩანს, დედამიწაზე არსებობს ისეთი სათამაშოები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბედნიერებასთან და სიხარულთან. ესაა ლაბუბუს ძმები, დეიდაშვილები და ნათესავები. ესენი არიან ლაბუბუს ნათესავები და ძმები რა. ესა ალბათ ლაბუბუს მამა, აი ეს დიდი სათამაშო არის ლაბუბუს მამა. ეს მეორეა ლაბუბუს დედა და დანარჩენები ლაბუბუს ძმები და დები არიან ალბათ. პირიქით, ისინი ნამდვილი ჩაკი ფილმის ძალიან ის არის, რა ქვია, ჩაკიც ლაბუბუსთან მეგობრობს რა. ლაბუბუ და ჩაკი არიან დაძმები რა, ძალიან საუკეთესოები. ორივე ყუთებში დაიბადნენ რა. ორივე ყუთებში არიან დაბადებულები. პერსონაჟები არიან. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ყველაზე შემზარავ ეს რაღაც სახის სათამაშო, მარიონეტი, მაგას ქვია ბენსონი. სათამაშოების მსოფლიოში. მაგრამ სანამ ვიდეოზე გადავალთ, აი ბენსონი არის ლაბუბუს ნათესავი რა, ძმა ეგეც რა, ძმები არიან რა, მაგრამ ჩაკი და ლაბუბუ უფრო ერთად არიან ყუთებში რა. და ეს ბენსონი ეგ სათამაშო ლაბუბუს ძმა არის თუ დეიდაშვილი, ეგ თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში. ალბათ ძმა, იმიტომ ან მამამისა, იმიტომ რომ მამამის გავს გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარისღილაკი. ასე თქვენ აღარ გამორჩევათ მორიგი საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დავიწყოთ. თუ დედამიწის ზურგზე არის ისეთი სათამაშოები, რომლებსაც თავიანთი ვიზუალი და ხმით ეშმაკის გამოძახება შეუძლიათ, მაშინ ეს თოჯინა ნამდვილად მათ სიაში შედის. დიახ, ეგ არის ლაბუბუს და უმცროსი. თქვენს წინაშეა თოჯინა, რომელიც ალბათ ცნობილი ჩაკის ბიძაშვილია. ჩაკის ბიძაშვილი და ლაბუბუს ბიძაშვილი. დიახ. მოусმინეთ მის სიცილს. ეს რომელი არხია? მეგობრებო, რომელ გადაცემაა? ერთი წუთით გავადიდოთ. რა არქვია ამ არხს? თქვენ წაიკითხეთ ამ არხის სახელი რა, ისეთი ძველი ვიდეოა, სადღაც 2007-ში თუ 8-ში იქნება გადაღებული, ან უფრო ადრე. როგორც წესი, თოჯინის სიცილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილია. რეკლამაში ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც მის სიახლოვეს იქნებიან, სიცილს ვერ შეიკავებენ. მაგრამ ეჭვმეპარება ამ სიცილზე ვინმეს გაეცინოს. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს, მთავარი ნაწილია. დიახ, მეგობრებო და ჩაკის ბიძაშვილი და ლაბუბუ ვინ არის საერთოდ? ლაბუბუ ძმა და ამ ბიძაშვილი, რა ვიცი, ჩაკის ნათესავები არიან რა. ლაბუბუ ერთ სოფლიდან არიან, ერთ ქვეყნიდან ორივე ეს სათამაშო ჰოლანდიაში იქნებოდა, იმიტომ რომ
ჰოლანდიელია ლაბუბუ და ესენი ლაბუბუს ბიძაშვილები და დები თუ არიან ჰოლანდიაში ყოფილან არა რაღაცა ქვეყანაში რომ ბავშვები რომლებიც მის სიახლოვეს იქნებიან სიცილს ვერ შეიკავებენ დიახ ლაბუბუც ეგრეა ვისაც ლაბუბუ ყავს საყვარლობა და ვერ გადააგდებენ იგივეა ესენი ალბათ ლაბუბუს უცროსი თუ უფროსი და მაგრამ მეჭმეპარებამ სიცილზე ვინმეს გაეცინოს თუმცა ეს ყველაფერი არაა ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად ფიქრობს რომ თოჯინა დაწყევლილია სიმართლე რომ ვთქვათ ამის საბაბი ნამდვილად აქვთ კომპანია რემკო რომელიც ამ თოჯინის მწარმოებელი იყო დაარსდა საუკუნის 40-იან წლებში დიდი ხნის მანძილზე კომპანია უშვებდა უამრავ სათამაშოს და ახარებდნენ ბავშვებს მაგრამ 1971 წელს მთლიანი ქარხანა დაიწვა აბა გამოიცანით როდის დაიწყო კომპანიამ ამ თოჯინის გამოშვება სწორია 1971 წელს რამოდენიმე თვით ადრე სალამ კომპანია დიახ ეს კომპანია ალბათ იმას ეკუთვნოდა ლაბუბუს შემქმნელის მამას ესე იგი წინაპარი ყოფილა იმიტომ რომ ძალიან ადრე მოხდა და ვიცი რომ მე ლაბუბუს ნათესავები არიან და მე მაგას ვფიქრობ ყველა სათამაშო არის ლაბუბუს ნათესავები და ძმები გაკუთრდებოდა რეალურად ჯერ დიდად შეშინებულები არ იქნებით მაგრამ არ დაუნებიდები და უფრო საშიშ სათამაშოებს გიჩვენებთ მაგალითად როგორიცაა ეს ამ თოჯინას შეუძლია თქვენი სიკვდილამდე შეშინება. პირველად ის მაღაზიაში გაუჩნდა 1965 წელს. ეგივეა ლაბუბუ, ჯერ იხუტები საყვარელს და შეიძლება მალე მოგკლას რა. ლუკა იმედია ცოცხალია მაგის გამო და დემეტრეს მეგობარს დარჩა სახლში ლაბუბუ და დემეტრე ცოცხალი გადარჩება. ჩანაფიქრი ძალიან კარგი იყო. შეგეძლო ბავშვისთვის გეჩუქებინა მეგობარი, რომელიც ყველა საიდუმლო შეინახავდა. იდეა მართლაც რომ კარგია, მაგრამ მის განხორციელებაზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. თოჯინა ჩუმად ჩურჩულებს. ვინმე ჯერ კიდევ არ სინავს? ამ დროს შენ ძარღვებში სისხლი გეყინება, რადგან შუა ღამით მსგავსი ჩურჩულის გაგონებისას შეუძლებელი არ შეგეშინდეთ. შემდეგ ისევ ჩურჩულებს. მე ვიცი ყველა საიდუმლო და შენ? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ცუდ ემოციას იწვევს ადამიანში. მე მინდა შენი მოკლა. კარგით ვიხუმრე, მსგავს არაფერს იძახის. რეალურად იძახის. მე მინდა რაღაც საიდუმლო გაგანდო. ეგ საიდუმლო ალბათ იქნება მკვლელობა ან რაღაცა. ეხლა მე შემეშინდა, იმედია ჩემი სათამაშოები არ გაცოცხლდებიან, მაგრამ რა ვიცი, ჰაგი-ვაგიც იგივე საშიშია, მაგრამ ყავს ჰაგი-ვაგი, არაფერი ცუდი შედეგები არ აქვს, მაგრამ ლაბუბუმ თავისმა საყვარლობამ მომიზიდა, მაგრამ ჰაგი-ვაგი ალბათ ძალიან მკვლელი ნათესავი არაა, ვიდეო თამაშებიანაა, მაგრამ ყველა ის ჰაგი-ვაგი რა ვიცი, მე დაუმალე და აღარ ჩანს ეგ რაღაცა ჰაგი-ვაგი, აღარ მახსოვსა და მაგრამ იდეა, რა ვიცი, არც-ერთი სათამაშო არ ცოცხლდება. ყველა სათამაშო არ არის გითხრათ ცოცხალი, მაგრამ არც კამერა არ აქვს ლაბუბუს, მაგრამ რაღაცა ცუდი შედეგები აქვს. ხალხი, რომლებიც მოესწრნენ იმ დროს, როდესაც ბიგლუ ჯერ კიდევ გაყიდვაში იყო, ყვებიან, რომ ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ ამ რობოტით. მისი გაყიდვა დაიწყო 1963 წელს. მშობლებს საახალწლოდ შეეძლოთ $10 ეყიდათ რობოტი, რომელიც 94 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში. ასევე შეეძლო 10 სიტყვის თქმა, თვალები უნათებდა და ბურთებს ისროდა. შესაძლებელია, რომ ასეთი თვისებების მქონე რობოტს მართლაც გაერთო ბავშვები, მაგრამ რატომ აკეთებდნენ მათ ასეთი წითელი ფერი მგონია დემონის, მაგრამ ეგეც საშინელი სათამაშოა. დიახ, საშინელება ზუსტად. ეგ რობოტი არაფერი არაა, ჰაგი-ვაგისავით ყოფილა. ვიზუალით. ხო, ჰაგი-ვაგისავითაა, ეგ რაღაცა სათამაშო. ეგ ორი სათამაშო ალბათ ძმები არიან. თოჯინა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, უნიკალურია, რადგან ის წარუშლის შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანში. ამ თოჯინის დანახვისას ხალხი ორ ჯგუფად იყოფა. ზოგს მოსწონს, ზოგსაც ძალიან ეშინია. კომენტარებში დაწერეთ თქვენ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით. ამ თოჯინის გამოშვება დაიწყო 1973 წელს. მისი ფასი $14 იყო. მას შეეძლო სახეზე სხვადასხვა ემოცია გამოიღო. ლაბუბუ კიდევ უფრო ძვირია, ესე იგი ლაბუბუ უფრო ბოროტი სათამაშოა, იმიტომ რომ მისი წარმოებელი დემონია. მას უნდა რომ ლაბუბუები თავისი სათამაშოთი ფული რო იშოვოს, უნდა რომ ბავშვები დახვრიტოს და მოკლას. ლაბუბუ არ ცოცხლდება, მაგრამ გაადემონოს. მისი შემქმნელი ლაბუბუს და იმ სათამაშოების შემქმნელი ალბათ რელიგიას არ ცემენ პატივს. ელემენტები არ იყო საჭირო მუშაობისთვის. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ხელი დაგეტრიალებინათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შტატში მისი გაყიდვა აკრძალული იყო. დიახ, ვეთანხმები, როგორც ჩინეთში აკრძალული ლაბუბუს გაყიდვა, ისე არის იქაც აკრძალული იყო.
ეხლა ახლა სტომატოლოგიური. ახლა კი დროა დღეისთვის ბოლო შემზერავი სათამაშო გიჩვენოთ, ამიტომაც მომემზადეთ. თუ უკვე ფიქრობთ, რომ ამ სათამაშოს შემქმნელი შეშლილია, მოითმინეთ, წინასწარ ნუ განსჯით. რეალურად ეს სათამაშოები საგანმანათლებლოდაა შექმნილი. პირში ეს აიგი ცუდი სათამაშო არა, ეს კბილები არაა შემზარავი, იმიტომ რომ მე თლიანად მაინტერესებს. არა, იმიტომ რომ გასწავლის რომ კბილები უნდა გაიჩინოს. ის საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვებს კბილების სწორად გახეხვა ასწავლონ. ბავშვებს შეუძლიათ დეტალურად შეხედონ კბილებს, აიღონ შოტკი და გაწმინდონ. ხო, რეალურად ეს მართლაც სასარგებლოა, მაგრამ ვიზუალურად საკმაოდ შემზარავად გამოიყურება. ეგეც ნამდვილი სულა. გამოვიდა ნორმალოს რადარი. კეტყვის კამერა სად არის? მოგესალმებით, მეგობრებო. ამბობენ, რომ გართობა თამაში და სიმხიარულეა. ტექნიკურად სათამაშოებით მრავალი რამის მიღება არის. ეს ბავშვობაში მეც მქონდა ეგეთი რაღაცა, მაგრამ ელექტრო იყო. მაგრამ რავი, ეს დემონური არაა. შესაძლებელი. როგორებიცაა თავის გატეხვა, მოწამვლა, მესამე ხარისხის დამწვრობა და ასე შემდეგ. მთელი ისტორიის მანძილზე შექმნეს ზოგიერთი ჭეშმარიტად სასტიკი სათამაშო. მაგალითად, როგორიცაა გაზონის ისრები. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1987 წელს აიკრძალა ეს სათამაშო. როდესაც პატარა გოგონა გარდაიცვალა ისრებით თამაშის დროს. წელი ვერ დააწეს, ეს რამდენი წელი უნდა იყოს. ეს აკრძალული არა დემონობა, ხო გეთანხმებით, მაგრამ რა ვიცი. მაგრამ რა ვიცი, ძალიან ისეთი სათამაშოები გამოდის. დღეს მქონდა ლაბუბუზე საუბარი და ლაბუბუს მეგობრების ყოფილა აგერ. მაგრამ რა ვიცი, რომელი სათამაშოს ეხი. ტყუპების სათამაშოც ალბათ ლაბუბუს ერთ-ერთი ნათესავია. ანდა ძმა, დედები, დეიდები. იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში რომ დიახ, იაპონიაშიდაც უყვართ საშიშები, მაგრამ იაპონიაში არ ექნებათ ალბათ ლაბუბუ აკრძალული, რადგან საშიშები უყვართ, მაგრამ ლაბუბუ არ არის ჯამრთელი სათამაშო. ლაბუბუ არ არის ჯამრთელი სათამაშო. გიმეორებთ. ლაბუბუ არის ავადმყოფობა, ლაბუბუ არის ავადმყოფობა, ლაბუბუს დისლაიკი. ლაბუბუ არის ავადმყოფობა, ლაბუბუს დისლაიკი. არ გვინდა ჩვენ ლაბუბუ. არ გვინდა ჩვენ ლაბუბუ. არა ლაბუბუს კანონი. არა, ლაბუბუ ცუდია. ლაბუბუ ცუდია. ეს რა არაფერი. აი, ლაბუბუ ცუდია. ლაბუბუ ცუდია. ეს რა არაფერი კაცი. ლაბუბუ არის ეგეთი ავადმყოფობა. დისლაიკი ლაბუბუს, დისლაიკი ლაბუბუს. ლაბუბუს უნდა მივაფუთხოთ. ლაბუბუ არ არის ჯამრთელი. ლაბუბუ არის ავადმყოფობა. ლაბუბუ ჯამრთელი არაა. ლაბუბუ არის ავადმყოფობა. ლაბუბუ ჯამრთელი არაა. ლაბუბუ ავადმყოფობა. აბა ჩვენც აკვებით. ლაბუბუ ჯამრთელი არაა. ლაბუბუ ავადმყოფობა. გეთანხმებით. გამოიწერეთ ჩემი არხი და დამილაიქეთ ვიდეო. ვისაც ლაბუბუები გიყვართ, კომენტარებში დაწერეთ და ვისაც არა დაალაიქეთ. და რა ვიცი. ეხლა დააკვირდით, რომ ფოტოების დადებაც დავიწყე YouTube-ზე, მაგრამ რა ვიცი. ლაბუბუ არის ავადმყოფობა, გაიმეორებთ. ლაბუბუ არის ავადმყოფობა. ლაბუბუ ცუდია. ლაბუბუ არის ავადმყოფობა, სათამაშო. ცუდია. ლაბუბუ არის ავადმყოფობა, სათამაშო. ცუდია. ავადმყოფობა ლაბუბუ ცუდია. ჩეიზი ჯამრთელია, ჩეიზი ჯამრთელია, ჩეიზი ჯამრთელია. ჰაგივაგი ჯამრთელია, ჰაგივაგი ჯამრთელი სათამაშოა. და ჩიტი ჯამრთელია, ჩიტი სათამაშო ჯამრთელია. ხო მანიდო, ხო მეთანხმები მანიდო. დემეტრე ქვია სინამდვილეში. ხო მეთანხმები. ჩიტი კარგი. ლაბუბუ ავადმყოფობა. ჩიტი კარგია, ჩიტი კარგია. გეთანხმები, სხვა სათამაშოები ჯობია რაღაცა ლაბუბუს და ჩაკიც მაგარი დებილობა არა და ჩაკიც ცუდია. გთხოვთ არ იყიდოთ ეგეთი დემონი სათამაშოები, ვისაც თავისი ანტირელიგია მოგწონთ და ქრისტიანობა მოგწონთ რა. და ვისაც ქრისტიანობა გიყვართ, ლაბუბუ გადააგდეთ, ან არ იყიდოთ. და კარგად გემშვიდობებით და თუ თქვენ გყავთ ლაბუბუ გადააგდეთ. აბა შვიდობით.